ერთმანეთის ოკუპანტია და ყველა ოკუპანტია ვინ ჯავახის გამოყენებას იხობს. მაშინ ჩემი პასუხი მე გეტყვით ალიევზე მსურს თუ არა საუბარი აფღან მუხტარლის საქმე ჩემი გადაცემის განხილვის არაერთი თემა ყოფილა. მე არ ვსაუბრობ ალიევის ხელისუფლებაზე, მე ვსაუბრობ ჩემი ქვეყნის ინტერესებზე და დავსვა წერტილი თორემ დაუსრულებლად შეგვიძლია. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს ინგა გრიგოლია და შარვა ნათელაშვილი წინააღმდეგია ქვეყნის ინტერესებს. ჩუმად და რო გაგაუპატეურებენ ყველა სახში, მე ნახავთ პოლიტიკურად. უცხოელები და მტრები და მადლობა ბატონო შალვა და კიდევ ერთი კარგად ზანდებოდეთ. გააგრძელეთ ასეთი მოღალატეობრივი საქმიანობა და მიხოთ გამარჯვებამდე. სოკარის მიერ დაფინანსებულ ადამიანებზე, როდესაც საუბრობ, ჩემთან საუბარში ეს ძალიან არარელევანტურია და ძალიან უხერხულია. რომ ჩემი პოზიციის გამო დაფინანსებული ჩემი პოზიციის გამო დამადანაშაულოთ ერის გალათში იმიტომ რომ იმაშია რომ დღეს ყველაზე მეტად ჩემს ქვეყანაში დაძაბულობა აწყობს ეს არის უბედურება რომ არა ხართ ქვეყნის ელიტა ხართ ქვეყნის მოღალატე არ გიყვართ თქვენი ხალხი თქვენ გიყვართ თქვენი ჯიბე და თქვენი ცხოვრება მე არ მივაკუთვნებ ჩემს თავს ამ ქვეყნის ელიტას ბატონო შალვა ელიტაზე ვამბობ მე ელიტაზე ვამბობ კი ბატონო თუ ჩემთან მიმართებაში ამბობ იმ ელიტის სახმოვანებთ არაფერი არ გამოგივათ ასე ვერც სახელმწიფოს არ შეგვიძლია დაიცავთ საქართველოს წაიღება ყოლყორნები კი ბატონო დიპლომატებს სიმართლეს ნუ იტყვით მარტო ერთ მხარეს დაინახეთ სიმართლე მეორე მხარეს დაინახეთ სინათლე როცა სიბნელია დაბანახოთ საწახვალთ ერთი რა აზრი ქონდა ახლა ჩვენს მოწვევას და ასე ჩვენს შეხვედრას როცა აი ამ დონეზე წავიდოდა პოლემიკა მე არაფრით არ მეკონა რომ ერის კარგი გეყოფა სოციალურ პრობლემებთან ეკონომიკურ პრობლემებთან და თქვენ თავად წარმატებთ სოციალური პრობლემებია გართმევენ მიწას გართმევენ სალოცავს და თქვენ ამბობთ რომ ეს ოკუპაცია არ არისო ბატონო ეს ძალიან კარგი რბილი ფორმის გაუპატეურებაა და არ ვაღიარებ ამას მე რბილი ფორმის გაუპატეურება ოკუპაცია თუ აღიარებ დავასრულოთ სამწუხაროა თქვენი გზით კარგი თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი რეაქცია ისევე როგორც მე მაქვს მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენი მფლობელი ჭუტა და ხაზარაძე მადლობა დიდი ამ სტუმრობისთვის